გამარჯობა, მე თინათინი ვარ და ეს ჩვენი კორეული ენის კუთხეა. ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემა იქნება ფაჩი, ანუ მარცვლის ბოლო თანხმოვანი. თუმცა ვიდრე დავიწყებთ, შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ვიდეო და დამიტევოთ კომენტარები. ხომ იცის, თქვენი თითოეული გამოხმაურება უდიდესი სტიმულია ჩემთვის. მოკლედ, უკვე ვიცით, რომ კორეული დამწერლობა მარცვლოვანია. თითოეული მარცვალი მაქსიმუმ 2 ხაზზე იწერება. მეორე ხაზზე ყოველთვის თანხმოვნები გვხვდება და სწორედ ამ თანხმოვნებს ვეძახით ფაჩიმს. ან ქართული გამოთქმით რომ ვთქვათ პაჩიმს. პაჩიმში გვხვდება 1 ან 2 თანხმოვანი და მათი მთავარი თვისება გამოთქმის სტილში მდგომარეობს. თუმცა ვიდრე ამას ჩავუღრმავდებით, დაიმახსოვრეთ. თუ პაჩიმში 2 თანხმოვანია, 1 ყოველთვის ყლაპავს მეორეს. თუ რომელს ამის დამახსოვრება სიტყვების სწავლის დროს მოგიწევთ. ახლა რაც შეეხება ზოგადად გამოთქმის სტილს. გვაქვს რამდენიმე ჯგუფი, რომელშიც შემავალი თანხმოვნებიც 1 გამოთქმის სტილს იზიარებენ და ასევე ცალკე მდგომი თანხმოვნები, რომელთაც საკუთარი გამოთქმის სტილი აქვთ. დავიწყოთ GKK ჯგუფით. პაჩიმში დგომის დროს თითოეული ამ სამიდან გამოითქმის როგორც ը. დაუკვირდით G კი არა, ը. თითქოს ბგერა წინ კი არ გამოგვაქვს, არამედ ყელში ვაბრუნებთ. მაგალითად, ია წამალი, ბუო სამზარეულო, ფა გარეთ. ანუ ը. შემდეგია ν, რომელიც პაჩიმში გამოითქმის როგორც ν. მაგალითად, სან, თა, მუნ, კარი. ანუ ბგერა ν. დ ჟღერს როგორც ը. მაგალითად, ქოთ, მალე. ը ჟღერადობა ასევე აქვს თს. კ დასასრული, მაგრამ სულ ეს არაა. ამათ გარდა კიდევ 5 თანხმოვანი გამოითქმის როგორც ը. ეს ხუთეულია ს, ს, ჯ, ჩ და ჰ. მაგალითად, ო ტანსაცმელი, ი ტა, სადმე ყოფნა ან რაიმეს ქონა, ნა დღე, ყო ყვავილი და ჰიე თვითონ ჰს დასახელება. ანუ ბგერა ը. ლ გამოითქმის როგორც მიხვდით არა? ը. მაგალითად, შინბალ ფეხსაცმელი. ანუ ბგერა ը. მ ჟღერს როგორც ըმ. მაგალითად, მომ სხეული. გომ დათვი. ანუ ბგერა ըმ. შემდეგ გვაქვს კიდევ ერთი ჯგუფი, რომელშიც 2 წევრია. ბ და ფ. მათგან ორივე ჟღერს როგორც ը და არა ბ. მაგალითად, ი პირი. მურ მუხლი. ანუ ბგერა ը. ბოლოს კი არის ეს პატარა წრე. მე მარტივი თანხმოვნების ვიდეოშიც გითხარით, რომ მას ხან აქვს ჟღერადობა, ხან კი არა. ეს კი მის პოზიციაზეა დამოკიდებული. თუ მარცვალში პირველი დგას, მაშინ ჩუმია. მაგალითად, აი ბავშვი, იძა სკამი. მაგრამ პაჩიმში დგომის დროს გამოითქმის როგორც ը. ნახეთ, ը და არა ნგ. მაგალითად, ქუნ ბურთი, სათან კანფეტი. ანუ ბგერა ը. აქვე გახსოვთ, რომ პაჩიმში 3 თანხმოვანი არ გამოიყენება? გახსოვთ? თუ გახსოვთ, კომენტარებში მომწერეთ, აბა რომლებია. მოკლედ, ესეც ჩვენი პირველი სერიოზული შეხება პაჩიმთან. ისე რაღაცნაირად სახალისოა არა მისი გამოთქმის სტილი. შემდეგ ვიდეოში უკვე გრამატიკის პირველი გაკვეთილი გვექნება. ხო და თუ გინდათ რომ არ გამოგრჩეთ, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო, დამიტოვეთ კომენტარები და შემდეგ ვიდეომდე. Fighting!